დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ტრადიციულად, როდესაც ამ კუთხეს ხედავთ კადრში, თქვენ იცით, რომ ჩვენ სიახლეზე ვსაუბრობთ. დღეს აუცილებლად გაგიზიარებთ სიახლეს, რომელიც მე ვფიქრობ, საგულისხმოა ყველასათვის ერთნაირად, არა მხოლოდ ერთი დაავადების ან ერთი პრობლემის გამო. გამოცემლობა Nature Mental Health აქვეყნებს კვლევას, რომელიც შეაჯამა ჰონკონგის უნივერსიტეტმა და გამოიყენეს მასალა გაერთიანებული სამეფოს ბიობანკიდან. მასალა გულისხმობდა 500,000-ზე მეტი ადამიანის მონაცემს, რომელთა საშუალო ასაკი 40 წელი და ზემოთ იყო. სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილების იყვნენ ეს პირები და აკვირდებოდნენ, როგორი კავშირი არსებობს სიმსუქნესა და თავის ტვინის ჯანმრთელობას შორის, სიმსუქნესა და ტვინში მიმდინარე ცვლილებებს შორის. და დადგინდა ძალიან საინტერესო ფაქტი, რომ უბრალოდ სიმსუქნე კი არ არის მნიშვნელოვანი და უბრალოდ სიმსუქნე კი არ ცვლის მხოლოდ ამა თუ იმ შედეგს, არამედ სიმსუქნის სტაბილურობა და სიმსუქნის პროგრესულობა. ანუ რამდენად მძიმეა ხარისხი სიმსუქნის, რამდენად სტაბილურია ეს მაჩვენებელი და არის თუ არა პროგრესირებადი სიმსუქნე. ასეთ შემთხვევაში 5 ძირითადი ტრაექტორია გამოყოს მეცნიერებმა. ეს იყო დაბალი სტაბილურობის, ანუ ნაკლებად სტაბილური სიმსუქნე, სიმსუქნე, რომელიც ზომიერად იყო სტაბილური, სიმსუქნე, რომელიც ძალიან სტაბილური იყო და ტენდენციები იყო კლებადი და ზრდადი. ასეთ შემთხვევაში, როდესაც იყო საშუალო და მაღალი ხარისხის სტაბილურობა და იყო პროგრესული, ანუ ზრდადი იყო თავისი ტენდენციებით სიმსუქნე, აღმოჩნდა, რომ ის ცვლიდა ტვინის მორფოლოგიას, ცვლიდა ტვინის ფუნქციას და ცვლიდა შემეცნების უნარს. დიახ, მეხსიერების დაქვეითებისა და შემეცნების უნარის გაუარესება პირდაპირ დაუკავშირდა სწორედ ამგვარ სტაბილურ და პროგრესირებად სიმსუქნეს. ეს კი მას ნიშნავს, რომ ნორმალური წონის შენარჩუნება არის ერთ-ერთი გასაღები იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ტვინის ჯანმრთელობა. როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ადამიანის თლიან სისტემას, განუყოფელ ურთიერთობას სხვადასხვა სისტემისა ერთმანეთთან და იმ ორკესტრს, რომელსაც ყავს დირიჟორი თავის ტვინის სახით. ნებისმიერი ჩვენი საუბარი, რომელიც თავის ტვინის პრობლემების თავიდან აცილებას ემსახურება, ეს არის ამავე დროს იმ დაავადებათა პროფილაქტიკა, რომელთა რიცხვში ხდება ალცჰაიმერის დაავადებაც. და თუ ჩვენ საუბრობთ, როგორ შევინარჩუნოთ თავის ტვინის ჯანმრთელობა, როგორ შევინარჩუნოთ ნერვული სისტემის ჯანმრთელობა და შესაბამისად ჩვენი ჯანმრთელობა მთლიანობაში, როგორ უზრუნველყოფთ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი მაშინ, როდესაც საქმე ჩვენი ტვინის ჯანმრთელობას ეხება, არის განსაკუთრებით საყურადღებო სწორედ მიმდინარე თვე, როდესაც ჩვენ მენტალურ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ და განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი სიახლე, რომელიც ეხება ასაკთან ასოცირებული რომ გგონია საზოგადოებაში და სინამდვილეში სრულიად განსხვავებული მექანიზმების გათვალისწინებით საყურადღებო დაავადებებზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სიახლე. რა გვაქვს მთავარი სათქმელი დღეს ალცჰაიმერთან დაკავშირებით? და ვის უნდა ვკითხოთ თუ არა საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს ქალბატონ ნონა მინდიაშვილს. დილამშვიდობისა ქალბატონ ნონა. მიხარია რომ დღეს თქვენ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ ვაგრძელებთ საუბრების ციკლს, რომელიც ალცჰაიმერს ეხება და ვაგრძელებთ ტრადიციას, როდესაც ჩვენ ძალიან მასშტაბური მოვლენების წინ ან შემდეგ ხვდებით ერთმანეთს და ვაჯამებთ.
პროფესიულ საზოგადოებას უგროვდება სათქმელი, ერთმანეთს უზიარებთ ხოლმე ამ გამოცდილებას და ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს უზიარებთ ფართო საზოგადოებას. რამდენიმე დღის წინ სწორედ ასეთი თავყრილობა შედგა, როდესაც საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი მოვლენები შეჯერდა სწორედ თბილისში. მაგრამ თუ შევხედავთ სათქმელს და მოვისმენთ იმ სათქმელს, რომელიც საზოგადოებას უნდა გაუზიაროთ, რა გვაქვს ახალი ალცჰაიმერთან დაკავშირებით სათქმელი? მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება, მოსახლეობაში ხანდაზმულთა მხვედრითი წილის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, მოიმატა იმ დაავადებების ნაწილმაც, რომელიც ასაკთან არის ასოცირებული და სამწუხაროდ მათ შორის პირველ ადგილს იკავებს ნეიროდეგენერაციული დაავადებები და ეს რაოდენობრივად ეს ისეთი მასშტაბია, რომლის დროსაც არავის არ აქვს უფლება, რომ ასე გულზე ხელდაკრეფილი იჯდეს და ელოდოს რა იქნება შემდგომში. ამიტომ ბუნებრივია პროგრესული საზოგადოება, ნეირომეცნიერებები და მაღალი ტექნოლოგიები ყველანი ზრუნავენ იმისათვის, რომ მუდმივად რაღაცა სიახლე იპოვონ იმისათვის, რომ შეაჩერონ მოსახლეობაში ნეიროდეგენერაციული დაავადებების აი ესეთი პროგრესული მიმდინარეობა და მისი ცუდად განვითარება. როდესაც ჩვენ ალცჰაიმერზე ვსაუბრობთ, საზოგადოება მეტნაკლებად ინფორმირებულია, რომ ასეთი პრობლემა გარკვეულ შემთხვევაში გარკვეული კატეგორიის ადამიანებს ემართებათ. თუმცა არის თუ არა ალცჰაიმერი ყველასათვის საყურადღებო პრობლემა, ყველა განეკუთვნება თუ არა რისკის ჯგუფს, ვინ განეკუთვნება სინამდვილეში რისკის ჯგუფს და დღეს რა გვაქვს სიახლე, რა გვაქვს ახალი სათქმელი ალცჰაიმერის მართვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ეს დაავადება არ ცნობს არც ეროვნულ თავისებურებას, არც რელიგიურ მიმდინარეობას, არც პროფესიას, არავის არ უვლის გვერდს და ამ დაავადების რისკის ქვეშ არის პრაქტიკულად ყველა ადამიანი, რომელიც არის მიუხედავად მისი გენეტიკური მზაობისა თუ არა. 2023 წელს იყო უკვე სიახლე, რომლის დროსაც გაჩნდა სამკურნალო საშუალება, რომელიც პაციენტებს აძლევდა საშუალებას შეჩერებულიყო ნეიროდეგენერაციული პროცესი, მაგრამ შედარებით ნაკლებ პროცენტში იქნა ეს დადასტურებული და 2024 წელს ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტომ უკვე დაანონსა ახალი პრეპარატი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტი პროცენტით, კერძოდ 52%-ით იქნეს ეს შეჩერებული. ამ საქმეში ახალი მედიკამენტების ძიებაში და კურნალობის პროცესში ჩართული არის ხელოვნური ინტელექტი და ვინაიდან ყველა ის მედიკამენტი, რომელიც დღემდე არსებობს და ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშიც არის ძალიან ბევრი, ისინი ყველა არის გათვლილი ისეთი ალცჰაიმერის დაავადების დროს, როდესაც დაავადება არის საწყის სტადიაში, როდესაც ჯერ კიდევ ადამიანებს არ აქვთ აქტიური სოციალური ადაპტაცია, მაინც და მაინც დაკარგული, მათ ჯერ კიდევ აქვთ ცნობადობა, ისინი ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს შეიძლება აკეთებდნენ საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს პრეპარატები არის გათვლილი აი ამ კონტინგენტზე, ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის პარალელურად ისეთი ინსტიტუტების გაძლიერება, რომლებიც ადრეულ სტადიაში გამოავლენენ, ადრეულ სტადიაში მიიყვანენ პაციენტს ექიმთან და აი ამ დიაგნოსტიკუმებში ჩართული არის როგორც ხელოვნური ინტელექტი, ისე ახალი უამრავი კვლევის მეთოდი და ვფიქრობ, რომ ის ტემპი, რომელიც არის ამ მიმართულებით განვითარებული, აუცილებლად მოგცემს ჩვენ სერიოზულ რეზულტატს და რაღაცა იმედიანად ვუყურებთ, თუ ჩვენ დღეს გამოვავლენთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ამ პრობლემით და დავიწყებთ მათზე ზრუნვას. უამრავი სხვა მეთოდიც არის შენელების, მართალია ისეთი ეფექტური არ არის, მაგრამ აქტიურობა, ზრუნვა, აი ამაზე მინდოდა მეკითხა, საგანგებოდ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ ერთ-ერთმა ძალიან აქტიურმა ადამიანმა ჩაატარა კვლევა ერთ-ერთ უბანში, რომელიც იყო ძალიან ხშირად ტყის ხანძრების ზონაში. და აღმოაჩინა, რომ აი ამ გამონაბოლქვით, რომელიც სუნთქავდნენ, მათში ნეიროდეგენერაციული დაავადებების პროგრესი მეტი იყო. ანუ გარემო ფაქტორებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარებაში. ასევე საკვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა საკვირველია, მოდით ეს ყველაფერი, აი რაზედაც ახლა თქვენ საუბრობთ,
ერთი ქოლგის ქვეშ მოვაქციოთ და ცხოვრების წესის ფაქტორები და როგორც არის გავაერთიანოთ ზუსტად იმ ჯგუფში, რომელიც მედიკამენტებისგან განსხვავებით მუდამთან გვახლავს. ბევრად უფრო ხელმისაწვდომია ჩვენთვის, იმიტომ რომ მედიკამენტისგან განსხვავებით ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ოჯახის წევრების მხარდაჭერა გაცილებით მნიშვნელოვანია სწორედ ცხოვრების წესის ფაქტორების რეგულირების დროს და ამიტომ ლოგიკურად თქვენ დაიწყეთ საუბარი, მაგრამ მინდა რომ ცოტა მეტად გამოვკვეთოთ ეს საკითხი. როგორც წესი, ჩვენ გადაგვაქვს ხოლმე რთულ სიტუაციებში პასუხისმგებლობა მედიკამენტზე, ექიმზე, საზოგადოების განწყობა ყოველთვის ასეთია, რომ სწორედ ისეთი ფაქტორები გამოიყენებთ. რა თქმა უნდა, საშუალებას, რომელიც სასწაულმოქმედი იქნება და პრობლემებს გადაჭრის. და ხშირად გვავიწყდება ის რესურსები, რომელიც ჩვენს შიგნით არის და შეიძლება სწორედ ეს იყოს სასწაულთან დაკავშირებული და განსაკუთრებული შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მოგცეს. როდესაც ალცჰაიმერზე ვსაუბრობთ, როდესაც გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, საერთაშორისო გამოცდილებაზე, თქვენ ბრძანეთ, რა შეიძლება შეცვალოს ხელოვნურმა ინტელექტმა ალცჰაიმერის მართვაში. თქვენ ბრძანეთ, რომ მედიკამენტების შემუშავებაშია ჩართული. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ სამომავლო დიაგნოსტიკის საკითხებში მთლიანად ჩაერთვება ხელოვნური ინტელექტი. პროგნოზები ასეთია. მაგრამ, როდესაც ცხოვრების წესის ფაქტორებზე ვსაუბრობთ, თქვენ მართალია ფრაგმენტულად უკვე ახსენეთ კვება, ახსენეთ თქვათ გარემოს დაბინძურება, მაგრამ ესეთი ფაქტორები, როგორიც არის თქვათ ძილის თავისებურება, აქტივობისა და დასვენების თავისებურება, სტრესის მართვა, ეს ფაქტორები ალცჰაიმერის დაავადების რისკებს ზრდის თუ არა, თავად მიმდინარეობას ამძიმებს თუ არა, რამდენად კარგი ინსტრუმენტია. ექიმებს და უხსნით მოსახლეობას რისკ ფაქტორებთან დაკავშირებით ვაძლევთ ინფორმაციას. ხშირად ბოლომდე არ გვაქვს გაცნობიერებული, რამდენად მოცემული რისკ ფაქტორი რეალურად თამაშობს როლს. მაგრამ როდესაც მათ ვესაუბრებით ძილთან დაკავშირებით, ეს არის ერთმნიშვნელოვნად დადგენილი, რომ სწორი ძილი და ჯანსაღი ძილი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც აქვს ნეიროდეგენერაციული დაავადება სრულყოფილი და იდეალური ძილით. ამიტომ ეს რეალურია. ეს არის კვლევებით დადასტურებული, ეს არის პრაქტიკაში განხორციელებული და ეს არის თუნდაც იმათთვის, ვისთვისაც ბევრი რამე სათქმელი არ გვაქვს. ჩვენ ახლა დღეს მაგალითად ასე მოსულ პაციენტს უკვდავების წყალს და განსაკუთრებულად ეფექტურ მედიკამენტს ამ წუთში ვერ მივცემთ, ხო? მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ პაციენტი რაც შეიძლება დროულად მოვიდეს ექიმთან, როდესაც კიდევ შეიძლება რაღაცის შეჩერება, შენელება, გახანგრძლივება და სწორედ აი იმ პერიოდში ვესაუბრებით, რომ აუცილებელი არის ჯანსაღი ძილი, სწორი ძილი და განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამას იგნორირებას უკეთებენ ახალგაზრდები, რომლებიც აუცილებლად მივლენ ხანდაზმულ ასაკამდე და მერე შეიძლება ზუსტად ეს შედეგები დადგეს, რომელიც არ გვინდა რომ დადგეს. ამიტომ ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კვების ფაქტორსაც. ძალიან ხშირად ის საკვები, რომელიც ეგემრიელება ადამიანს, სულაც არ არის ჯანსაღი და თითქმის არასოდეს არ არის ჯანსაღი. ასე ვთქვათ, ამიტომ ნუ გამოვიყენებთ ასეთ საკვებს, რომელიც არის დაკონსერვებული საკვები, შებოლილი საკვები, რომელიც არის ძალიან გაჯერებული ნახშირწყლებით და ისეთი ცხიმებით, სინთეზური ცხიმებით გაჯერებული, ასეთის მიცემა არ შეიძლება ხანდაზმულზე, არა მარტო იმისაც, რომ ჩვენ ვტვირთავთ მათ კუჭნაწლავის სისტემას, არამედ იმისაც, რომ ისინი უბრალოდ მავნეა ორგანიზმისთვის და განსაკუთრებულად თავის ტვინისთვის. და იგივე რაც უკვე ვახსენე, ჰაერი, სუფთა ჰაერი და ფიზიკური აქტივობა. სხვათა შორის სულ ვკითხულობთ ხოლმე, რომელი ქმედებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის, ან დაუშვათ მაქსიმალურად ხანგრძლივად ასეთი ადამიანების ადაპტაციისათვის საზოგადოებაში და თქვენ წარმოიდგენთ პირველ ადგილს იკავებს მიწასთან მუშაობა, ყვავილების მოვლა და ესეთი ქმედებები და ვეუბნებით, რომ კი ყველას არ აქვს მაგის საშუალება, მაგრამ შეიძლება პატარა ქოთანი, რომელშიც არის ყვავილები, აი ეს მივცეთ და განსაკუთრებულ სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებთ, როდესაც თვითონ ნახავენ, როგორ გაიშლება ეს ყვავილი, ან ამოვა რომელიღაცა მცენარე, რომელსაც დათესავენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გონებრივი ვარჯიშები კიდევ მე მინდა ასევე მივმართო ჩვენს დიასახლისებს, რომლებსაც აქვთ რუტინა ყოველდღიური და
პრაქტიკულად ერთი და იგივე საქმიანობას ძალიან დამღლელი სამუშაო, მაგრამ მონოტონური. არასოდეს არ არის ეს სამუშაო დაფასებული, იმიტომ რომ მისი რეზულტატი ჩანს მხოლოდ რაღაცა რამოდენიმე წუთის განმავლობაში და ის ისევ გასაკეთებელია თავიდან. მე ვეკითხები, აი ყველაფერი ამის მერე რასაკეთებ და უმრავლესობა პრაქტიკულად არაფერს არ აკეთებს იმისაც, რომ გონება ავარჯიშოს და განსაკუთრებულად მათ მივმართავ, რომ გამოიყენონ ეს შანსი, რომ არიან სახლში და შეიძლება პარალელურად ავარჯიშონ გონება, ისწავლონ ახალი სიტყვები და აი ესეთი რაღაცა. ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ მომუშავე ორგანოს მიეწოდება მეტი რაოდენობით სისხლი და სისხლის მიდევნა ადამიანის ორგანოს ნაწილებში გარანტია იმისა, რომ იქ ცუდი და პათოლოგიური პროცესები ნაკლებად ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენი საუბრობის განუყოფელი ნაწილია და რომელსაც თქვენ როგორც ექიმი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ. შესაძლოა მაყურებელმა ეს არ იცის, მაგრამ მე ვიცი და ამიტომ მინდა რომ ამ თემას აუცილებლად შევეხოთ. როდესაც ჩვენ ჯანმრთელობის მდგენელებზე ვსაუბრობთ, ხოლმე ყოველთვის ვითვალისწინებთ, როგორია ამ ადამიანის მიმართ მხარდაჭერა. ოჯახი, რომლის წევრსაც აქვს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი, არ არის მარტივ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ჯერ ერთი მან უნდა ისწავლოს ეს დაავადება, ისწავლოს ურთიერთობა ადამიანთან, იმისათვის რომ დაეხმაროს და არ შეუშალოს ხელი მის ნორმალურ ადაპტაციას. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ექიმის მიერ, იმ ექიმის მიერ ნათქვამი, რომელიც ყოველდღიურად ხვდება ასეთ პაციენტებს, რომელსაც აქვს შესაბამისი დარგობრივი გამოცდილება. მე თქვენ გულისხმობთ და რა უნდა იცოდეს ოჯახმა, რას ვეტყოდით დღეს, რას ეტყოდით. მე ამას კვლევას ვერ დავარქმევ, რაც რისი თქმაც ახლა შემიძლია, მაგრამ ჩემი ხანმოკლე გამოცდილება ამ დაავადებასთან მიმართებაში ამბობს იმას, რომ ის პაციენტი, რომელიც არის გარემოცული საყოველთაო ზრუნვით, რომელიც არის ოჯახის სრულფასოვანი წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ის პრაქტიკულად აღარ იღებს მონაწილეობას არანაირ საქმიანობაში და მით უფრო გადაწყვეტილების მიღებაში. გადაწყვეტილების მიღება შეუძლია და არის, ასე ვთქვათ, განმარტოებით მძალი. აი ესეთი პაციენტი, რომელიც ისევ ზრუნის ქვეშ არის და ჩვეულებრივად ბევრად უფრო მეტხანს ცოცხლობენ. ბევრად უფრო მეტხანს ცოცხლობენ. მე მაგალითად პაციენტები, რომლებიც აი ესეთი ზრუნის ქვეშ არიან, პრაქტიკულად ისევ მყავს უკვე რამოდენიმე წელია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არავინ არ იცის რა იქნება ხვალ. შესაძლებელია გაჩნდეს მართლა ისეთი მედიკამენტი, რომელიც რეალურად ასეთ ადამიანებს დაუბრუნებს პირვანდელ აქტიურობას და მე მინდა რომ დრო მოვიგოთ და ჩვენ ასეთი ადამიანები აი ამ ბედნიერი დროისთვის მივიყვანოთ ნაკლები დანაკარგების გარეშე და სითბო, სიყვარული და ურთიერთობა, რომელიც ასეთი ადამიანების ირგვლივ უნდა იყოს, ეს ხომ სრულიად უფასოა და ეს არის ძალიან ჰუმანური, ყველგან აბსოლუტურად ყველგან მნიშვნელოვანი საზოგადოებაში ჩვენი პრესტიჟისათვის, იმ პატივცემული ადამიანის ცხოვრებისათვის, რომელმაც ოდესღაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ოჯახისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, მე მინდა რომ აი იმათთვის იყოს ეს ადამიანების ჯგუფი, არა მარტო ოჯახის წევრები, არამედ ზოგადად საზოგადოება განმსჭვალული პატივისცემით და სათნოებით. ეს არის ჩემი სურვილი უდიდესი. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო ნონა. თქვენ ახსენეთ უფასოა, მაგრამ საზოგადოებას ალბათ ძალიან კარგად ესმის, რომ ჩვენ, როდესაც ასეთ სიტყვებს ვამბობთ, ჩვენ გულისხმობთ ყველაზე ფასეულს. ეს არის ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა. მართალია ამისთვის რაღაცა ხარკი არ გვაქვს თითქოს გადასახდელი მონეტარულად, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მხარდაჭერით ყველაზე ფასეული სამსახური გაუწიოთ ერთმანეთს და ყველაზე მნიშვნელოვანი და მე იმედი მაქვს თქვენი სურვილი ნებისმიერი ოჯახისთვის, სადაც არის ასეთი დიაგნოზი, იქნება რეკომენდაცია, რომელიც დაეხმარება საზოგადოებას მოიგოს დრო უკეთესი სამედიცინო მონაპოვრისთვის, უფრო მეტი სიახლისთვის და იმ ინსტრუმენტებისთვის, რომელიც მოგცემს საშუალებას უფრო ადვილად მართოთ ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, ქალბატონო ნონა, დიდი მადლობა ჩვენთან მრავალწლიანი ურთიერთობისთვის, მეგობრობისთვის და დღევანდელი საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის პრეზიდენტი და დამფუძნებელი ქალბატონი ნონა მინდიაშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება.
ყოველთვის, როდესაც ჩვენ თავის ტვინის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ შესაბამის რეკომენდაციას გიზიარებთ, რა იცის მტკიცებით მედიცინამ იმ პროდუქტების შესახებ, რომელთა დახმარებით შეგვიძლია უკეთესად შევინახოთ ჩვენი თავის ტვინის შესაძლებლობები. მაგრამ ყველაზე ხშირად თქვენ მიერ დასმულ კითხვებს შორის არის კვებისა და ალცჰაიმერის დაავადების კავშირი. რომელი პროდუქტი უნდა მივირთვათ იმისთვის, რომ არ დაგვემართოს ალცჰაიმერის დაავადება? არ ვიცი, რამდენად მოგეწონებათ ჩემი პასუხი, შეიძლება იმედების გაგიცრუოთ, მაგრამ არ არსებობს ერთი უნივერსალური პროდუქტი, რომელსაც შეუძლია ალცჰაიმერის დაავადება თავიდან აგვაცილოს. არ არსებობს ერთადერთი საკვები ნივთიერება, რომლის სისტემატური გამოყენებაც კი თავიდან აგვაცილებს ალცჰაიმერის დაავადებას. რატომ? რადგან ალცჰაიმერის დაავადების ჩამოყალიბება უკავშირდება ძალიან ბევრ ნატიფ მექანიზმს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის პროდუქტი, რომელშიც შესაბამისი ინსტრუმენტებია გაბნეული, შესაბამისი საშუალებებია გაბნეული ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ბევრ სხვადასხვა კერძს, ბევრ სხვადასხვა საკვებს ერთდროულად გულისხმობს, ამიტომ მრავალფეროვნება საკვებისა არის გადამწყვეტი. სწორედ ისე გამოიყურება ასეთ შემთხვევაში ალცჰაიმერისთვის მიზანშეწონილი კვების მოდელი, როგორიც ყოველთვის იყო ჩვენს გადაცემაში წარმოდგენილი და რომელიც ყოველთვის არის ჩვენი გადაცემის ნაწილი. ეს გახლავთ პრინციპი ჩემი თეფში. თეფში, რომელიც გულისხმობს ყველა ჯგუფის პროდუქტების გამთლიანებას ჩვენს რაციონში. სულ ცოტა 5 ფერის, სულ ცოტა 5 ჯგუფის პროდუქტები. და ამ ჯგუფში აუცილებლად გულისხმობთ მარცვლეულ ბურღულეულს, ცილოვან კომპონენტს, ხილსა და ბოსტნეულს, რძის ნაწარმს. რომელი პროდუქტი, რომელი კომბინაციით გამოვიყენოთ, ეს ინდივიდუალურად უნდა წყდებოდეს. თუმცა დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ ამ მრავალფეროვნებაში თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით ალცჰაიმერის დაავადებისთვის მიუღებელია ისეთი პროდუქტები, როგორიც არის პროცესირებული, რაფინირებული, ტექნოლოგიურად დამუშავებული, შებოლილი, დაშაშხული, უკიდურესად გაჯერებული ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით და რაც მთავარია, ისეთი ცხიმებით, რომელიც ტექნოლოგიური გზით მიიღება, მაგრამ სამაგიეროდ ვიცით მრავალფეროვნება, რომელიც 5 ფერს ცდება. ხშირად ვამბობ ხოლმე ცისარტყელა თეფშზე, მაგრამ აქ ამ მრავალფეროვნებას ქმნის ნივთიერებათა ჯგუფი, რომელსაც ქვია ანტიოქსიდანტები, ანუ ანტიდამჟანგავები, ანუ დონორები თავისუფალი რადიკალების გასანეიტრალებლად. ჩვენ ამ თემაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. შეიძლება ზედმეტად ხშირადაც ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არის ის ბუნებრივი ინსტრუმენტები, რომლის არსებობას მე ყოველთვის გახსენებთ. ეს არის ბუნებრივი საშუალებები, რომელთა გამოყენება არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, მაგრამ განსაკუთრებით იცავს ჩვენს ნერვულ სისტემას, იცავს ჩვენს თავის ტვინს და იცავს ჩვენს ორგანიზმს ისეთი პროცესებისაგან, რომელიც უკავშირდება რღვევას, დეგენერაციას, ჩვენი მდგომარეობის საერთო გაუარესება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დირიჟორის ჯანმრთელობა, ჩვენი თავის ტვინის ჯანმრთელობა და ანტიოქსიდანტებს შეუძლია ალცჰაიმერის დაავადებისაგან დაგვიცას. ალცჰაიმერის დაავადების განვითარება თუ დაწყებულია, მაქსიმალურად შეანელოს და ალცჰაიმერის დაავადების ნებისმიერ ფაზაში ანტიოქსიდანტს შეუძლია შეასრულოს დამხმარე კომპონენტის როლი, რომელიც უკეთ მართვას გულისხმობს და ასეთ შემთხვევაში ანტიოქსიდანტი ვერ იქნება უნივერსალური სამკურნალო საშუალება, მაგრამ ის ყოველთვის იქნება ის დამხმარე საშუალება, რომელიც არა მედიკამენტების სახით, არამედ საკვების სახით არის ყოველდღიურად ჩვენს რაციონში, უნდა იყოს ჩვენს რაციონში იმ მრავალფეროვნებით წარმოდგენილი, რაც მრავალ ფერს გულისხმობს და ყოველი ფერი კონკრეტულ ნივთიერებასთან არის გაიგივებული. შესაძლოა ზედმეტად ბევრჯერ დავუკავშირეთ თავის ტვინის ჯანმრთელობას ანტიოქსიდანტები, არადა ეს სწორედ ის კავშირია, რომელიც მტკიცებით ვიცით და რომელთა დამსახურებითაც ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურად საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ ბევრი რამ არის გარემო ფაქტორებზე დამოკიდებული, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენი ცხოვრების სხვა ფაქტორებზე, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების რისკი, მაგრამ ჩვენს ხელთ არის კვებითი არჩევანი, ჩვენს ხელთ არის პროდუქტების არჩევანი და ამ პროდუქტებში დაშიფრული ნივთიერებების არჩევანი, მათ შორის ანტიოქსიდანტების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი, რომელიც ჩვენ გვიცავს უკეთ ალცჰაიმერისგან და გვაძლევს საშუალებას უკეთ მართოთ ეს პრობლემა ჩვენი ცხოვრების ხარისხის მაქსიმალური შენარჩუნებით. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.